ერთკვირიანი სტაჟირება CERN-ში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 10 პედაგოგი შეარჩია. ვიზიტი ჟენევაში 1-დან 6 მარტის ჩათვლით შედგება. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი ფიზიკის მასწავლებლებისთვის მეცნიერების უახლესი მიღწევებისა და თანამედროვე კვლევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მაკოლორთი ფაინძეგი ამბობთ. იქ სადაც თანამედროვე პროექტები 21 საუკუნეს ცვლის საქართველოდან ფიზიკის 10 მასწავლებელი ჩადის. ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია ეს არის ადგილი, რომელიც ყველა ფიზიკოსისთვის პროფესიულად განსაკუთრებით საინტერესოა. ოცნებას აიხდენს ლევან ლორიაც, 169 საჯარო სკოლის მასწავლებელი, რომელიც ერთ-ერთია იმ გამარჯვებულებს შორის, ვინც თანამედროვე ექსპერიმენტებს ჟენევაში ადგილზე გაეცნობა. სასკოლო პროექტი ჩემი სკოლის მოსწავლეებთან ერთად და ჩემს პედაგოგებთან ერთად შევქმნით. მოწონება დაიმსახურა და ძალიან მიხარია, რომ მოხდი იმ ასე ვთქვათ ბედნიერ მასწავლებელთა შორის, ფიზიკის მასწავლებელთა შორის, რომლებიც იხილავენ, რაც ზოგადად კაცობრიობა შევქმნია. CERN-ის ლაბორატორიაში ერთკვირიანი სტაჟირება ეხმარება მასწავლებლებს პროფესიულ განვითარებაში. მეორე მხრივ კი იქაური ცოდნის გაზიარება მოსწავლეებისთვის ფიზიკის საგნის მიმართ ინტერესს სულ უფრო და უფრო ზრდის. ბირთვული კვლევების ორგანიზაციასთან ხელშეკრულება 2013 წელს გაფორმდა და ამის შემდეგ CERN-ის პროგრამებში ქართველი მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართულნი. მასწავლებლები შერჩეული არიან კონკურსის წესით. მათ წარმოადგინეს კონკურსის ფარგლებში პრეზენტაციები, რომლებსაც ისინი საკუთარ სკოლებში ატარებენ, სასწავლო პროცესში არიან აქტიურები, ასევე აკმაყოფილებენ სხვა კრიტერიუმებს, რომელიც კონკურსის ფარგლებში იყო დადგენილი. წელს გამიმართლა ძალიან დიდი იმედებით მივდივარ CERN-ში, იმიტომ რომ თეორია ინტერნეტით ნანახი სულ სხვა არის, ხოლო ვიზუალურად ნანახი სულ უფრო უკეთესი იქნება. ჟენევაში სტაჟირების ფარგლებში პედაგოგები სამეცნიერო ლაბორატორიებს დაათვალიერებენ, დაესწრებიან ექსპერიმენტებს და მონაწილეობას მიიღებენ მარტივ და საინტერესო სასკოლო ექსპერიმენტებში. ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია გამომდინარე იქიდან, რომ მასწავლებლებისთვის წამახალისებელია. ამავდროულად ეს არის ფიზიკის მიმართულების პოპულარიზაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე პროგრამა. მათ CERN-ში მომუშავე ქართველი და წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები უტარებენ მასტერ-კლასებს გარკვეული მიმართულებით გადამზადებას. მიღწევები და მომავლის პერსპექტივები ფიზიკაში, დროსა და სივრცეში სამოგზაუროდ ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის კარი კიდევ 10 ქართველისთვის გაიღება.